მე მაქვს ასეთი შეკითხვა, რომ უკვე ხო არ მოხდა რევოლუცია. იმიტომ რომ ანუ ეს რატო არის მნიშვნელოვანი? იცი რომ მათ შეუძლიათ თქვან რომ უკვე მოახდინეს რევოლუცია, იმიტომ რომ სიამოვნებაში ჩვენ განსხვავებას რევოლუციას და არარევოლუციას შორის პრინციპში ვერ ვიგრძნობთ, იმიტომ რომ მათ არ ყავთ ხალხი, რომელსაც უნდა რევოლუცია. თავის ამბავში მოახდინეს, მართალია. ხო, მაგას ვამბობ, თავის ვიწრო ბავშვი. მაგას ვამბობ, ანუ მათ არ ყავთ ხალხი, რომელიც მათ მხარს დაუჭერს. მათ არ ყავთ ლიდერები. ანუ ნანუკა ჟორჟოლიანი რო არის თავარი იდეა და გავაგზავნებ შენას პატანტირას. მეგობრებო, მე ეხა გავუშვებ ფრაგმენტს ეს ბატონი ბურჭულაძე არის ინგასთან. და ინგას ეკითხება, ნახავთ ამ ფრაგმენტში. აი ნახეთ ფრაგმენტი. მე მიჭირავს ფურცელი და ამ ფურცელს ვუშვებ ხელს რომ აიღოთ თქვენ. აი ეს მაინტერესებს როგორ უნდა გაფორმდეს. რომელიც გიჭირავთ, დაიჭირეთ. მე სულ არ მჭირდება. აი ჩემ ფურცელი. აი ეს არის ჩვენი გეგმა. ხო, მაგრამ როგორ უნდა გამწიოთ? აი როგორ უნდა ავდგე აქედან და როგორ უნდა გამწიოთ რომ ეს სავარძელი აღმოჩნდეს ცარიერი? როცა მაგ სავარძელი სწორ მაინტერესებს, აი სავარძელი. აი ხედავთ, აი ფურცლის ანალოგია რო ავიღოთ, ეს ორი იდიოტი საუბრობს, რა თქმა უნდა, ორი ჭკვიანაკლული და ეს ბურჭულაძე ინგა ეკითხება, რომ აი ფურცელიო მე მაქვს და როგორ უნდა გავმართო და მე სხვა ფურცელს ავიღებ. სხვა აქსიომატიკაში არიან ტიპები. ეს სხვა სამყარო და იქ უკვე რევოლუციაც მოახდინეს. მაგას ვამბობ. ლიბერალური დემოკრატია დამყარეს. ვართ ნატოს და ევროკავშირის წევრი უკვე. იმ 500-ან 1000 ადამიანისთვის რა. და